პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-13 ზექალას ლეგენდა და სინამდვილე. 20-30 კაციანი ჯგუფები, რომლებიც რუს და ქართველ პარტიულთა ნარევებისგან შესდგებოდა, შემოდიოდნენ სოფლებში და ხალხს აწიოკებდნენ. წუხარეთ რომ გაიხსენებდა სოფელ აკუშოს დარბევის სცენასაც მოადევნებდა უჩვეულოსა და სულის შემძვრელს. ერთი ხევსურის ქალი, ზექალა, ერთი სახლის ბანზე წამოწოლილიყო იმ დროს, როდესაც მისი ძმა ჩვენთან იმყოფებოდა. მას ძმის თოფით დაუწყია სროლა და არავინ შეუშვია სოფელში, ვიდრე ტყვია შემოელეოდა. 5 თუ 6 რუსი მოუკლავს და მერე მისთვისაც უწევია მტრის ტყვიასო და ახტაცებისაგან თავს ვერ იკავებს მემუარისტი. აი, ასეთები არიან ერეკლეს მოსიყვარულე ხევსურებიც და ჩვენი დანარჩენი მთიელები. ეს სიყვარულია სწორედ თაობებში გამოვლილი. ახლა ქაქუცა ჩოლოყაშვილზე რომ გადმოუტანიათ. ესეთი სიუჟეტური მარცვალი და ხასიათის ზოგადი მონახაზი, რაც მოგონებებში მატიანური ლაკონიზმითა და შეკუმშულობით შემონახულა და უფრო მეც ვერც დაიტევდა საზოგადოებრივი ცნობიერება, რომ არა ქაქუცას მომდომება. ისეთი კაცისათვის ეცნობებინა ქალის მთელი თავგადასავალი და არა მარტო ერთი ეპიზოდი, ვინც ამგვარ სიუჟეტს ხელიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებდა. მაინც შუა საუკუნეების დროებად და პერსონაჟებად ეჩვენებოდა ყველა და ყველაფერი და აგერ რაინდული სულისკვეთების ფრაგმენტი თვითონვე უვარდება ხელთ, თანაც იმ პიროვნებისაგან მონათხრობი რაინდული ჟამი რომ შემოებრუნებინა და უკვირდა შალვა ამირეჯიბს. რას მერჩიან? წარსულის ლანდებთან ბორიალს რატომ მაბრალებენ, როდესაც პირდაპირ გადმომაქვს ფურცელზე, თვალით რასაც შევყურებ და რა რომანტიზმი და რომელი რომანტიზმი, რეალიზმია ეს ყოველივე და მგონი სულაც ნატურალიზმიო. ბუნებაში ეღიმებოდა გერონტი ქიქოძეს, ყოველი ამგვარი მტკიცების მოსმენისას ქაქუცა კი აგულიანებდა, ასევე განაგრძე, რასაც შეხურებ და ის აღწერე შენებურად და მეტი არა გინდა რაო. შალვა ამირეჯიბი აღარ გადათქვამდა და საგანგებო დაზუსტება, რომ მოგენდომებინათ
კლავაც დაიჟინებდა თხრობელი თვითონ ქაქუცა რა მნიშვნელობა აქვს ვინ ჩაიწერდაო ამიტომაცაა დასაწყისში ქაქუცა ჩოლოყაშვილს ნაამბობის ავტორად რომ იხსენიებს თელ ნაამბობს თავიდან ბოლომდე წინწკლებში მოაქცევს რათა ხაზი გაუსვას თავის სწორედაც სტენოგრაფისტობას მისთვის მნიშვნელოვანია რომ მკითხველმა ეს ამბავი აღიქვას უშუალო პირველწყაროდ ისტორიულ ქრონიკად და არათუნდ მართლაც სხვისი ნაამბობის მიხედვით შექმნილ მხატვრულ თხზულებად. ცხადია ეს სწრაფვა ხელს არც ამჯერად უშლის ბელეტრისტის კალმის ჩარევას. თავარია მკითხველს არ გაუქარწყლდეს ილუზია რომ თვითონაც ისევე უსმენს ბელადის მონათხრობს როგორც ჩანაწერის შემსრულებელი. ეს ჩანაფიქრი ჩინებულადაცაა მიღწეული და ამიტომაც წარმოგვიდგება მზექალა დოკუმენტური ნოველის მშვენიერ ნიმუშადაც და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად საგულისხმო წყაროდაც. დოკუმენტური ნოველის როგორც მონაყოლის რაც შეიძლება ზუსტად შემონახვის მცდელობად, თორემ ეს ჯერაც გამოსარკვევია მისი სიუჟეტი რეალისტური ამბავია თუ ზმანების ნაყოფი. ციებიანის გონებაში დაბადებული ხილვები, სიზმრად გადმოყოლილი განცდები, ერდბაშად რომ ვერ დაგიზუსტებია, სიზმარშიც სიზმარს ხედავ თუ უკვე გამოფხიზლებულ ხარ მოლანდებათაგან. რა ვითომ უცხო იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის ამგვარი ხილვები თუ გამოცხადებანი, რელიგიური იერით შეფერილნი და ამ ერთადერთხელ შეიძლება წარმოესახა მის გონებას ასეთი რამ. მოვიდა მზედა მოპელმენცა მაშ რას გვიამბობდა ალექსანდრე სულხანიშვილი ცივ გომბორის მთაზე დაბანაკებისას ზედიზედ ორჯერ რომ ეწვია ბელად სიზმარში უცნობი ქალის ლანდი და ურჩია იქაურობის დატოვება, თორემ უამისოდ საშინელ ხიფაც ვერ აერიდებოდა. ანდა კვლავ ალექსანდრე რომ შეესწრებოდა სიზმრისეული ჩვენებიდან ახალ გამოფხიზლებულ ქაქუცას, თურმე მისი შვილი რომ გამოცხადებოდა, ჩემი ჯვარი დამიბრუნეო, მიჯნას ვერც გაავლებდა სიზმარ ცხადს შორის. თვითონ ქაქუცა ამას აღარც არასოდეს ცდილა, მაშინაც დაემორჩილებოდა უცნობი ქალის რჩევას და თანამებრძოლებთან ერთად მოშორებით გადაინაცვლებდა და მერეც სასწრაფოდ მოინდომებდა შვილის. მერე რა, რომ ლანდად გაელვებულს მოთხოვნის აღსრულებას. და რა გასაკვირია რომ ზექალა არაბულიც მისი ამაღლებული ოცნების მხატვრული გარდასახვა იყოს და არა ხორციელი დადასტურება. თუმცა არც იმას გამორიცხავს მკითხველი რომ ეს ქალი მართლაც ყოფითი რეალობიდან გადმოსულ იყოს დოკუმენტური ნოველის გმირად, სულ ოდნავი შელამაზებით მისი შთამბეჭდავი გადაელვებისა. ეგა ნოველა ისეთი ელფერით შემოგარსულა, დაბეჯითებით ვერ გაგისხვავებია ოცნებისეული და ცხადლივი და შალვა ამირეჯიბიც ამასვე ცდილობს, რასაც ქაქუცა. ეგა რაც ერთისათვის ზედაპირი მონათხრობია, მეორესათვის კალმის ნაყოფი. მოვიდა მზედა მოპელმენცა მაშ ნუღარც მკითხველი დაიღლის თავს მკვეთრი მიჯნის გავლებით სიზმარსა და ყოფით რეალობას შორის და ზექალას სიუჟეტი აღიქვას ისე, როგორც ყოფითობისა და ხილვის ზღვარზე დაბადებული ახალი სინამდვილე. თავისი თვალის მომჭრელობითა და მონუმენტურობით, ასე რიგად მისადაგებული
ქაკუცა ჩოლოყაშვილის ფსიქოლოგიური ნატურის ზოგად სტილისტიკას. დრო და დრო ასე ხელშესახებად თავჩენილს მის ბიოგრაფიაში. ფრანც კაფკას არ ეჭაშნიკებოდა და ძალიანაც არ ეჭაშნიკებოდა მის ნოველებსა და რომანებში სიზმრისეულისა და ცხადლივის დაცალკევებას რომ იწყებდნენ, რაღაც მიჯნის გავლებას ლამობდნენ და სიმბოლიკასაც რატომღაც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. და ყოველივე ისე დარჩენილიყო კითხველის ცნობიერებაში, როგორც კაფკას მხატვრულ ქმნილებათა ზოგადი სტილისტიკა გულისხმობდა, ხილვისა და ყოფითობის, სიზმრისა და ცხადის განუყოფელობისა და ერთი მეორეში ძალდაუტანებელ გადადინებ-გადმოდინებისა. ვითომ შემთხვევითობაა ან უნებლიე ერთობლიობა ისეთი რეალიებისა, რაც გიბიძგებს გაარღვიო ნოველის დოკუმენტურობის ილუზია და მის მიღმა ეძიო მხატვრული წამსიც და ეჭვშეუვალი ჟანრობრივი თავისებურებაც. მეფის ნათლულობა შეიძლება რეალისტური შტრიხი იყოს და სხვა არაფერი. ან რა მოხდა, რომ გმირს მზექალა ჰქვია? ხევსურეთში გავრცელებული სახელი ანდა ქაკუცა შველს რომ მიამსგავსებს შვენიერი ქალისათვის შესაფერისი და ამასთან საკმაოდ გაცვეთილი მეტაფორა აგონდება მისი იერის შესამკობად. ანდა ისიც ხომ ადვილი ასახსნელია, რომ ციებისაგან ნაბადში გახვეულ და მიწაზე მწოლიარე გმირს მხოლოდ ქალის მოსვლა შთაბერავს იმდენ ძალას, წამოდგომა შეძლოს და უშუალოდ ჩაერიოს ბრძოლის მსვლელობაში და არაშორიდან უხელმძღვანელოს, მისთვისვე ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ბრძანებებით. დიახ, რატომაც არა, ეს ყოველივე არ სცილდებოდეს ყოფითი სინამდვილის ფარგალს, მაგრამ როგორ გინდა დაუშალო სიუჟეტის ამ თვალით წამკითხველთ. ქვეყნის გამოსახსნელად შემართულ პიროვნებას სიზმარ-ცხადის მიჯნაზე ის ქალი მიუძღვის, ვინც მეფის ნათლულია და ვის სახელშიც მზე ჩაწნულა. ან თვითონ უზენაესი მნათობი იგულისხმება ქაკუცა ჩოლოყაშვილის წინამძღოლად და ამიტომაც გაიელვებს შვილის მეტაფორაც, როგორც მზის რიტუალური ცხოველის. მოდი და ამის შემდეგ ყოველივე შემთხვევითობად მიიჩნიე. მარტოდენ ყოფითობად, რისი სიმბოლისტური შინაარსიც თავს მოხვეული თუ იქნება, თორემ ტექსტებიდან მზის წინამძღოლობის ამოშიფრვა თითქოს და ყოვლად შეუძლებელი უნდა იყოს. და ნუღარც იმას გაიკვირვებ მაინც და მაინც თუ მითოსური არქეტიპებითა და სიმბოლიკით გატაცებული მკვლევარი შალვა ამირეჯიბის დოკუმენტური ნოველის სიუჟეტურ მონახას ამირანისა და ფარნავაზის ეპიკურ თქმულებათა თარგზე მოჭრილად მიიჩნევს. საიდან სადაო? ამირანის თქმულების გაზღაპრებულ ვერსიებში ერთ-ერთი თვალსაჩინო ეპიზოდი მოგეხსენებათ მისი წასვლა სანადიროდ, ძმებთან ერთად. თას ირემი უნდა წამოუხტეს, რქებით ცას მიწვდენილი. ამირანმა ის არის დაჰკრას და მერე მის კვალს კარგახანს მისდიოს, ვიდრე ძმები უნუგეშოდ ჩამორჩებოდნენ. თვითონ კი ცასაწვდილ კოშკს წაადგებოდეს, ბევრი უნდა უაროს გარშემო, მაგრამ კარი ვერსად პოვოს, მაგრამ უეცრად ერთ ადგილს მზის სხივი რომ დაეცემა, სწორედ იქ დაჰკრას მგლის მუხლი. შიგნით შეღწეულს კი ბუმბერაზის ცხედარი დახვდეს.
თავის ქონებას რომ უანდერძებდა იმას, ვინც იმ ბაყბაყდებს მოუღებდა ბოლოს, ვისი ჯავრიც ცამცუმს სამარეში მიხვებოდა. ლეონტი მროველის საისტორიო მატიანის ცხოვრება ქართველთა მეფეთა შესწავლისას პავლე ინგოროყვა რამდენიმე ადგილას უძველეს პოეტურ ფრაგმენტებს რომ დაადასტურებდა უკვე ქრონიკის თხრობა შერწყმულთ, მაგრამ მაინც შემონახულთ. გზას გახსნიდა ახალი დაკვირვებებისაკენ და მეფე ფარნავაზის ჰეროიკული თავგადასავლებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ეპიკურ სიმღერაში უკვე ამ ფონზე იშიფრება სიმბოლური მინიშნებანი და კოსმიური სურათიც ისე წარმოისახება მითო ეპიკური მსოფლ განცდისათვის შესაფერისი და ამ სიუჟეტურ ყალიბში მოქცეული. ქართლის მომავალმა ხელმწიფემ სიზმარი უნდა იხილოს. თუ როგორ შემოერტყმის წელზე მზის სხივი და გაიყვანს ველად, სადაც ისე დაბლა უნდა იხილოს უზენაესი მნათობი, რომ მოხოცოს ცვარი და პირის სახეზე წაიცხოს. ზმანებისაგან გამოფხიზლებული კი სანადიროთ რომ გასწევს და ერთ ირემს კიდეც ჰკრავს ისარს, იმან ცოტა უნდა გაირბინოს და დაეცეს სწორედ იმ კლდის ძირას, სადაც გამოქვაბულია. გამოქვაბულში კი გამძია დაფლული და მისი პოვნის წყალობით უნდა შეძლოს ფარნავაზმა აზოს მმართველობის დამხობა და საქართველოს სამეფო შექმნა. პარალელები ისეთი ცხადლივია, ჩაძიება სრულიად ზედმეტიცაა. და ქაკუცა ჩოლოყაშვილიც ზედ მიმდგარა საქართველოს სახელმწიფოს ამოგებასთან მზის ხილვას გადევნებული. და თუ აუსრულებელი დარჩენილა ეს განზრახვა, თხრობის განწყობილება მაინც იქით მიიწევს ფარნავაზის მზის მოლანდებასა და ირმის დევნას რომ შეჰყოლია და კლდეს მიმდგარა. ეგა ამჯერად კლდე დახშობილიყო და აღარც გაიმეტებდა იმ განძს, ფარნავაზის ღვაწლს რომ გაამეორებინებდა გმირს სულ სხვა დროებაში, მაგრამ კლავაც გარდამტეხ ჟამს. ეს ტრაგიკული შეტრიალება სიუჟეტის მსვლელობისა მოდერნისტი მწერლის ხელში იქნებ მართლაც შეგნებული მხატვრული ხერხი ყოფილიყო პარალელის მონაცვლეობა პაროდიული ეფექტის შესაქმნელად. პაროდია არა გმირის მიმართ, არამედ ბედისწერის იმ ავი განაჩენისა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ჯერ ეფემერად რომ გადაგიქცია და ახლა აღარც მისკენ სწრაფვას განაგებდა. სანაცვლოდ კი ყირაზე დამდგარ რეალობას გთავაზობდა. ეს ყირაზე დამდგარი რეალობა კი რაოდენ კომიკურადაც უნდა მოჩანდეს მოგვიანო დროის გადმოსახედიდან. იმ წუთას მთელი ძალმოსილებითაა მორჭული, რაკიღა გმირს ვერსაით შეუღწევია მის დახშულ კარიბჭეში. ამირანი მუხლს დაჰკრავდა და შელეწავდა ცასაწვდენილ, ყოველ მხრივ შეუვალ კოშკს. ფარნავაზს შელეწვა აღარ დასჭირდებოდა, რადგანაც საიდუმლო გამოქვაბულის შესასვლელი აღმოაჩინა. ამირანის შესვლა და გამოსვლა კოშკიდან მითოსურ სიმბოლისტურ ენაზე გველეშაპის წიაღში მოხვედრასა და იქიდან თავდაღწევას მიგვანიშნებს. ფარნავაზის შესვლა და გამოსვლა გამოქვაბულიდან კიდევ უფრო ამკვეთრებს ამ მინიშნებას, რადგანაც გმირს განძი გამოაქვს. განძი კი გველეშაპთან მებრძოლებისა და მისი დამარცხების გარეშე არ მოიპოვება. მზე აგულიანებდა ერთსაც და მეორესაც.
ის მიუძღოდათ და მეტი სიმხნევისათვის თავის რიტუალურ ცხოველსაც გამოუგზავნიდა ორივეს, რომელთაც ვერ აეხსნათ, ასე რატომ გასჯდომოდათ უეცრად ნადირობის ჟინი, რომ გადადება აღარ ენებათ და უზენაესი მნათობისაგან ჟრჟოლა ატანილები მუხლ ჩაუხრელად მისდევდნენ ირმის კვალს. განა ასე ჟრჟოლა ატანილი არ ჩადგომია კვალში მზისა და შველის ხილვას, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც. და ისე წაწყობია ყოველივე ერთმანეთს, რომ ამირანისა და ფარნავაზის ფერი მათი მომდევნო ქაქუცა უნდა იყოს მესამე. და მის საგმირო ეპოსშიც თუ ასეთი მხატვრული ძეგლი შეიქმნებოდა, კვლავ ამუანათებდა ის ძველთაძველი სიმბოლიკაც და სიუჟეტის ზოგადი ქარგაც, რაც ამჯერად წარეს სინანულს თუ გვიჩენს და მოდერნისტი მწერალიც ალბათ ამ სინანულის გამოხატვა შეეცდებოდა მითოსური თუ ისტორიული პარალელის მონაცვლეობით. შალვა ამირეჯიბიც თავისას გვიამბობს, თავისი სტილისტიკით. დაგვიანებული რომანტიკოსის კვალობაზე არ განარჩევს ზმანებასა და ცხადს და თავისთავად მოჰყვება ხელთ ის არქეტიპები, ხან სად და ხან სად რომ უჩენიათ თავი და არც არასოდეს გაქრებიან საზოგადოებრივი ცნობიერებიდან. თავისას გვიამბობსო, თუ სიტყვა სიტყვით იმეორებს. ან კი რა განსხვავებაა, განა ქაქუცა ჩოლოყაშვილიც დაგვიანებულ რომანტიკოსად არ ესახებოდა გერონტი ქიქოძეს. მაშ დიდი ეპოსების ნამსხვრევებშიც უნდა მდგარიყო, თუმცა იდგა და ეგა. მზე ეწეოდა, მზე შთააგონებდა და მიუძღოდა. ჩამავალი მზე, ჩამავალი მზე, ჩამავალი მზე. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე.